ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით კახეთში საგრანტო კონკურსების შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო, რომელთა პროექტებიც სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. ფორუმის მიზანი ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება იყო. მოხარული ვართ, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს შემაჯამებელ ფორუმზე, რომელიც თავს უყრის ახალგაზრდებს, რომლებმაც მათი გრანტების მოპოვების საფუძველზე განახორციელეს არაერთი პროექტი, ვიღებთ მონაწილეობა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო. მექნება შესაძლებლობა, რომ რა თქმა უნდა ახალგაზრდებს გაუზიარო ახალდაფუძნებული სააგენტოს მანდატი, სამომავლო გეგმები და ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ისინი მომავალში დაინტერესდებიან იმ საჯარო კონკურსებით, რომელიც სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მიერ იქნება გამოცხადებული და მოიპოვებენ სახელმწიფო დაფინანსებას. ამით კი კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა ექნებათ, რომ მონაწილეობა მიიღონ და წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ საქმეში. ახალგაზრდობის სააგენტომ მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში 100-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი დააფინანსა და დღეს სწორედ ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი ახალგაზრდები და ხელმძღვანელები არიან შეკრებილი კახეთში. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ გაცვალონ ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელიც განახორციელეს და ასევე მოისმინონ ის იდეები, რომელსაც მომავალში გეგმავენ სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად. დღეს ახალგაზრდები ვიმყოფებით ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, სადაც წარმოდგენილნი არიან ორგანიზაციები, რომლებმაც მოიპოვეს დაფინანსება საგრანტო კონკურსის ფარგლებში. მსგავსი შეხვედრები გვეხმარება, რომ გავიგოთ და უკეთ შევიცნოთ ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის სფერო და ეს გვეხმარება იმაში, რომ უკეთესად დავგეგმოთ ჩვენი მომავალი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ახალგაზრდების განვითარებას.